დავბრუნდით პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარი გახლავთ მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი. დაგლოცეთ მამო. დაგლოცოთ ღმერთმა მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩვენ გავაკეთეთ შესავალი თუ რასთან დაკავშირებით გვიწევს დღეს საუბარი. ეს არის მასმედიის ტელევიზიის კონკრეტულად როლი ჩვენს თანამედროვე რეალობაში. ეთერს გარეთ საუბრობდით და თქვით რომ მე არ ვარ მედია ექსპერტიო და ამ თემაზე ცოტა მიჭირ საუბარიო, მაგრამ ჩვენ გვინდოდა თქვენი აზრის მოსმენა როგორც საქართველოს მოქალაქის, როგორც მაყურებლის და ამავდროულად როგორც სასულიერო პირის და სწორედ ამიტომ მოგიწვიეთ მამაო. როგორ ფიქრობთ, აი როგორია დღევანდელი ქართული ტელესივრცე, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რა აკლია დღევანდელ ქართულ ტელევიზიებს და საერთოდ აი რატომ ხდება აქცენტის გაკეთება უარყოფითი საზოგადოების მოთხოვნა არის თუ უბრალოდ ტელევიზია გვთავაზობს ამას. პირველ რიგში მეც მადლობას გადაგიხდით რომ მომიწვიეთ და აღნიშნავ კიდევ ერთხელ რომ რადგანაც არა ვარ მე ესეთი მედია ექსპერტი და რაღაც ამ თემასთან შეიძლება ესეთი კომპეტენტური აზრი არ გამაჩნდეს. რაღაცა ჩემი პირადი შეხედულებაც არ იქნება მძლადეს, იმიტომ რომ სასულიერო პირი მოგეხსენება ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობს და ზოგადი განწყობა რაღაცა ქვეყნისა, ერისა, ადამიანებისა, რომლებიც მოდიან მასთან აღსარებას აბარებენ, აქედან გამომდინარე რაღაც ზოგადი განწყობა, რაღაც შეიძლება დასკვნა გააკეთოს ადამიანმა რა ხდება და როგორ ხდება. თუმცა კი მე პირდაპირ გეტყვით რომ ძალიან ვერიდები ტელევიზორთან დიდხანს ჯდომას. რა არის ამის მიზეზი? პირველ რიგში მახსენდება სასულიერო აკადემიის ერთ-ერთი ლექცია, ფსიქოლოგიის ლექცია და ძალიან საინტერესო ლექტორი გვყავდა თქვენი ხშირი სტუმარია მამა დავით ციცქიშვილი, რომელიც ამავდროულად გარდა იმისა რომ მოძღვარია, ძალიან საინტერესო ფსიქოლოგია, განათლებული კაცია და მისი ერთ-ერთი ლექციის დროს ესეთი რამ მithქვა რომ ტელევიზია აი საღამოს დაღლილი მიდიხარ სახლში, თქვა სამსახურიდან არ აქვს მნიშვნელობა, მიხვედი სახლში და ჩართე ტელევიზორი და უყურებ ტელევიზორს. გონია რომ ისვენებ. სინამდვილეში არ ისვენებ. შენი დაღლილობა ამ დროს აი დაკონსერვდება შენში, დასვენება არ არის, ეს დასვენება სხვა რამეა. და ტელევიზორი არ გასვენებს არავითარ შემთხვევაში და დღეს არის საშინელი მდგომარეობა, ისე მიეჩვია ადამიანი ტელევიზორს, მის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია. ნახეთ, ეს განამ სხვებზე ვიძახ, ჩემს ოჯახშიც ესე ხდება. არაფერი დასამალი ამაში არ არის. დილით ადგები და შუქს ანთებ თუ არა, მაშინვე ტელევიზორი ინთებ. ან სახლში შეხვალ თუ არა, შუქის ანთებასთან ერთად, როგორც ის აუცილებლობა არ ვახა სიბნელეში ვერ ივლის სახლში, აი შუქის ანთებას მოყვება მაშინვე ის რომ აუცილებლად უნდა ჩაერთოს ტელევიზორი. უსმენ თუ არ უსმენ მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ცალი ყური მაინც იქეთკენ არის და რა ხდება ამ დროს? რომ შენში შემოდის სულ ნეგატიური ინფორმაცია. იმიტომ რომ მთელი ეს რა ვიცი, აი ამას წინათ რამდენიმე რაღაც ახალი ამბები გვაინტერესებდა და რამდენიმე არხზე ვყურეთ საინფორმაციო გამოშვებას. ერთი კარგი ამბავი არ გამოუცხადებიათ და ეს ხო დამძგუნველია. ამას რომ უსმენ, ამას რომ უყურებ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში, ესე იგი შეიძლება სიცოცხლე აღარ მოგინდეს და პირდაპირ გეტყვით, რატომ არის გახშირებული ესე თვითმკვლელობები? იმიტომ რომ სულ აი ამ ნეგატიურ ინფორმაციას ისმენსა და ამისი გადამუშავება უჭირს. მაგრამ არ გვეცეს ხალხმა რა ხდება ქვეყანაში? იცით როგორ არის რომ შეიძლება იცოდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი ამ ფორმით ესე რომ აი ნახეთ როგორი რამ ხდება რომ ჟურნალისტს უკვე ეკრძალება იქ რაღაც ან ემოციები გამოხატოს, ან თავისი პოზიცია დააფიქსიროს, რაც იმას ნიშნავს რომ ცუდი და კარგი ამბავი ერთნაირი გამომეტყველებით უნდა გამოაცხადოს. მას თითქოს გულშემატკივრობა ამისა არ გააჩნია. ანუ როგორ არის იცით რომ ის რომ განიცდიდეს და ისე გიყვებოდეს შენ ამ ამბავს, ალბათ ერთი წელიც ვერ იმუშავებს ტელევიზიაში. მაგრამ რადგანაც მისთვის ეს ჩვეულებრივი დაწერილი ტექსტია, რომელიც უნდა წაიკითხოს, ჯერ ტემპს დააკვირდით, რა ტემპით ლაპარაკობენ წამყვანები ხშირ შემთხვევაში. ეთყობა რაღაცა დროფულია და ამ პრინციპით მოკლედ მუშაობენ ტელევიზიები. მერე ნახეთ რომ თავარია იყოს პოპულარული გადაცემა. რაზე მიდიან, რაზე აწერენ ხელს ადამიანები. იცით რა, ფასეულობათა გადაფასება ხდება დღეს. რაც ჩვენთვის ძალიან ფასეული იყო, ამას ყველაფერს ამბობენ რომ არა, ეს არაფერს არ ნიშნავს თურმე. და რას გულისხმობ ამას ახლავე მოგახსენებთ. ერთ-ერთი ადრე წავიკითხე ერთ-ერთი უცხოელი ფსიქოლოგი, თუ არ მეშლება ამერიკელი ადამიანი იყო, რომელმაც ესეთი რამ თქვა და ეს მომიყვნენ და მე მოვიძიე რომ მართლაც
სიკვდილ მისჯილთა კამერაში შევიდა ეს ადამიანი და მოინახულა სიკვდილ მისჯილები და ერთ-ერთთან ახლა კარები რომ გაუღეს და უთხრეს რომ აი შენთან ნახველია, წამოწოლილი იყო ეს ადამიანიო და როგორც კი წამოდგაო, აი პერანგის ბოლო ღილი ქონდა გახსნილი და ის შეიკრაო. სიკვდილ მისჯილ ადამიანზე ვლაპარაკობთ და განცვიფრებული იყო ეს ქალი. რომ ეს რა ვნახეო, წამოდგაო და ხარც წამოდგებოდა სიკვდილი აქვს მისჯილი, აინტერესებს ვინ მოვიდა, რა უნდა, კაც თავის ფიქრები აქვს ეხა, უნდა დღეს თუ ხვალ დახრეტენ. წარმოიდგინეთ და წამოდგაო და ეს პერანგის ბოლო ღილი შეიკრაო. ესე იგი, იმდენად შინაგანი განწყობა ქონდა, ვიღაცა შემოდის, ვიღაცა არაფერი დამალული აღარ დარჩა. ტელევიზიით აცხადებენ ყველაფერს. უკაცრავად რა აცვიათ ტანსაცმელში და რა არ აცვიათ, რომ ესეა მოსული. აი ამის შესახებ ლაპარაკობენ. ეს ხომ არის ამ ფასეულობათა გადაფასება. ეს ხომ არის დეგრადირება ერის, რომ იქნება ითხოვს კიდეც ხალხი ამას, ანუ ერთგვარი საზოგადოებაში არის ასეთი განწყობები, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი გადაცემა, რომლის დასახელებისგანაც თავ შევიკავებ ყველა მეტნაკლებად, შეიძლება მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ილანძღებოდეს ჭყალებში მთელი საზოგადოება, მაგრამ ხდება მეორე დღეს ამ გადაცემების გარჩევა. მაინც უყურებენ, ანუ ილანძღები არ მოგწონს, მაგრამ მაინც უყურებ ჯდები საღამოს. ფაქტია რომ რეიტინგი გადაცემა ძალიან მაღალი. სწორედ რეიტინგზე გავზომოთ ახლა აი მე გეტყვით თუ გინახავთ ესეთი გადაცემა, ძალიან რეიტინგული გადაცემა, სადაც რაიმე ჭკვიანური ეთქვათ, აბა დააკვირდით. ჭკვიანური რაღაცა გეგმა მე მაგრამ სხვები რომ მეც ამ მაგას ვამბობ რომ არ ვუყურებ მეთქი, მაგრამ ნახეთ საზოგადოება, ეხა მე იმიტომ კი არა რომ მე ძალიან ჭკვიანი ვარ. არა, უბრალოდ დავიღალე და ამიტომ არა მაქვს ამისი სურვილი. რატომ უნდა გაინტერესებდეთ მაპატიეთ გაწყვეტილ რომ წერავთ თქვენ თქვით ამა თუ იმ ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავს რა საცვალიაცვია, რა ბრენდის და სამწუხაროდ ამაზე არის ძალიან ხშირად ლაპარაკი. აი, ნახეთ, საინფორმაციო საშუალებები როცა არის, მხოლოდ ნეგატიური პოზიცია მოდის. აი, ჯერ ქუდიც კი ისეთი აქვს, რომ აჩვენებენ რაღაცა ინგრევა, რაღაცა ისროლა, რაღაცა თვითმფრინავა ბომბი ჩამოაგდო. ესე იგი, არ გაგიხარდება არაფერი. მე რაღაცა თქვათ ის შოუებია, სადაც შეიძლება ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთთან დაждდნენ. ნუ ლანძღვა გინება, თქვენ ეს გააკეთეთ, ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. ანუ რა ის დაპირის აი დააკვირდით, თუ სადმე არის გადაცემა, სადაც იქნება დასახული რაღაცა სტრატეგია, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გამოვსწორდეთ, როგორ უნდა წავიდეს წინ ქვეყანა ეკონომიურად, სულიერად, არსად მსგავსი რამ არ ხდება. არ არის ამაზე ლაპარაკი. თუ სადმე ამაზე ლაპარაკია და თუ სადმე ესეთი გადაცემა გაკეთდა, არ ამგონია რომ მას ვინმე უყურებდეს, იმიტომ რომ მე ჯერ არ მინახავს ესეთი გადაცემა პირდაპირ გეტყვით და ვინმეს რო ენახავს, ალბათ მყური მექნებოდა მოკრული და მოუნახავდი მეს და დამაინტერესებდა რომ რა ჭკვიანური გეგმა დასახეს იმისთვის რომ საქართველო წინ წავიდეს. ან არის ხო და აი ეს არის სწორედ რეიტინგი რომ ადამიანებს ეს აინტერესებთ და ხშირად პოლიტიკაც არის ეს რომ ადამიანები ერთობიან, ამიტომ თავარი ავიწყდებათ. ფიქრი, ჭკვიანური ფიქრი ავიწყდებათ. სანახაობა მუდმივად გვაქვს. დიახ, აი ეს არის პრობლემა რომ სანახაობას მუდმივად გაწვდიან და მე გეტყვით რომ ის ადამიანები, აი წეგან რაც თქვენ ბრძანეთ რომ ან დაფიქსირება, მოვა ადამიანი და აფიქსირებს თავის სექსუალურ ორიენტაციას. ჯერ ერთი რაში მაინტერესებს მე მისი სექსუალური ორიენტაცია და მეორე ეს ადამიანი საცოდავია, ნახეთ მას ძალიან დიდი პრობლემა აქვს, რომ უჭირს კაცად დაიბადა და იძახის ქალი ვარო. ან პირიქით, უჭირს გაჭირვებულია ეს ადამიანი და შენ სარგებლობ ტელევიზიაში მოიყვან ამ ადამიანს, ალაპარაკებ რაღაცა გეგონება ის კონდეს რაღაცა ხარისხები დაცული რომ რაღაც იმას გიყვებოდეს. არა, დასცინის ნაწილი საზოგადოება დასცინის. ნაწილი საზოგადოება ისე აგრესიულად განეწყობა მის მიმართ რომ მზად არის ქვებით ჩაქოლოს. როგორ შეიძლება მკვლელობა მოგეწონოს, ხომ? მოგეხსენებათ მსგავსი პრობლემის ადამიანი მოკლეს სულ რამდენიმე დღის წინ და საზოგადოების ნაწილი გახარებული იყო. იყო ესეთი კომენტარები დაწერილი რომ კარგია და ესეთი უნდა მოკვდნენ, აბა რა მაგას ვამბობ რომ როგორ შეიძლება ადამიანის მაგას ვამბობ რომ აი ეს იწვევს სწორედ ამას რომ მოიყვანეს და ალაპარაკეს ეს ადამიანი ვიღაცას შეექმნა მასზე ესეთი აგრესია, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ მსიამოვნებს ახლა შვილებთან ერთად ტელევიზიას უყურებდე და მსგავსი ადამიანი ახლა მე იქიდან მოძღვრებას მიკითხავდეს ან დაიწყებენ თემას ქალწულების ინსტიტუტი. რა სატელევიზიო განსახილველი თემა ქალწულების ინსტიტუტი რომ გათხოვდება ქალი თურმე არ ყოფილა აუცილებელი რომ ქალწულიყო. ანუ ეს თემები არ არის სატელევიზიო თემები. ტენდენცია ისეთი რომ აღარ უნდა არსებობდეს ტაბუ და თან ყველაზე მთავარი რა არის იცით? უკაცრავად ელისაბედ გაწყვეტილი. აი ამ ქალწულების თემაზე
ვის თხოვეს იცით კომენტარის გაკეთება ერთი 5 ჯერ რომ არის გათხოვილი დაახლოებით ის აკეთებდა ამ თემაზე მას რა ქვია და მისთვის უნდა მოგვესმინა ჩვენ თურმე ესე იგი ქალწულები აი ეს ხომ ტრაგედია აი რითიც დავიწყე რომ ფასეულობათა გადაფასება ხდება რომ ადამიანს რაღაცა ცდილობენ რომ პირიქით დაანახონ ჩვენთვის ღირებული რაც არის აი კონვენციაში საერთაშორისო კონვენციაში წერია რომ რაღაცა სისტემა რომლითაც თქვა უნდა ისარგებლოს განათლებამ რაღაცა საფუძველი ხომ უნდა კონდეს მას მაგრამ არის რაღაცა საერთაშორისო სტანდარტები აი ეს საერთაშორისო სტანდარტები როგორ დგინდება ამა თუ იმ ქვეყანაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული იმ ქვეყნის ტრადიციები ამ ხალხის მსოფლმხედველობა ეს პირდაპირ მიღებული კანონია ევროპის კონვენციაში წერია რომ იმ ხალხის ტრადიციები უნდა იქნეს ჩვენთან ეს არ ხმამაღლა ამას არავინ არ ამბობს ყველა ამაზე გაჩუმებულია და ლაპარაკობენ რომ ევროპაში ესე არ არის ადამიანებო ესეც ევროპაში იქ ადამიანები თავიანთ ტრადიციებს პატივს ცემენ აქ ამბობენ რომ ეს გაუთავებელი სუფრები თურმე ცუდი ტრადიციაა გაუთავებელი და უაზრო ღრეობა რა თქმა უნდა ცუდი ტრადიცია მაგრამ რაც იყო ქართული რომელსაც ნამდვილი ლიტურგიის გაგრძელება ქვია არ უნახავთ ეს ეთყობა ადამიანებს რა კარგია თორემ არ იტყოდნენ ამაზე არავითარ შემთხვევაში ცუდს ის რომ ქართველს საოცარი მოვლენა წარმოედგინეთ ვიღაცა დაიძახებს მასპინძელო და რომელი ხარო კი არ ეკითხებიან მოობრძანდია პასუხი საოცარი მოვლენა საოცარი ამბავია და თურმე ეს არ ყოფილა ღირებული ამაზე კი არ უნდა ელაპარაკო ამ შენს რითი მოვიდა საქართველოს და რითი გადარჩა ამას კი ეს კი არ უნდა მოუყვე შენს ახალგაზრდებს ეს დღეს უკვე სიბნელედ ითვლება უნდა მოუყვე თურმე როგორი სექსუალური ორიენტაციის ხარ შენ და მოგწონს თუ არა სხვადასხვა შემწყნარებელი ხარ თუ არა ამ სხვადასხვა იცით ძალიან ცუდი მდგომარეობა და ამიტომ მხოლოდ ცუდზე არ მინდა მეც ვილაპარაკო იმიტომ რომ თვითონ ამით დავიწყე თითქოს კრიტიკა რომ მედია საშუალებები ამით სარგებლობენ რომ კარგით ძალიან ბევრი რამ ხდებოდეს შეიძლება მაგრამ სამწუხაროდ ისეთი ცოტაა ეს კარგი რომ იკარგება ბევრ ცუდში და ეს არის მე ვფიქრობ პრობლემა და ტრაგედია და ჩვენ აი ქრისტიანები ვართ ერთხელ მის მოუწმინდესობა მე მახსოვს გამოაცხადა ესეთი რამ თავის ქადაგების დროს რომ მოდითო ჩვენო შევეცადოთო რომ ერთმანეთი გავახაროთ და როგორ გავაკეთოთ ეს ამბავი რომ აი ერთმანეთსო დაურეკოთო ხშირად მოვიკითხოთო არის ახლა ამის საშუალება რომ ადამიანები უკვე ხო ამის დეფიციტს აღარ განიცდიან ყველას ტელეფონი უდებს ჯიბეში დაბალ ტარიფად წერილები მიწერეთ ერთმანეთს ისეთი წერილები რომ ერთმანეთს გავახარ რაღაც ახლა ეს ამასაც თავისი შინაარსი აქვს ხომ რაღაც ადამიანი კი არ მოიგონებს და მოიფიქრებს რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის ვინმე რომ მოგიკითხავს ადამიანის სიყვარულს რომ იგრძნობ მისგან მხოლოდ მოკითხვა როგორ ბრძანდები შენთვის ისეთი სიხარულის მომნიჭებელია რომ აი მე ენერგიები გემატება რომ რაღაცა ახალი შემართებით იმუშაო და მთელი ის დღე გაატარო და მართლაც საოცარი ამბავი აი წერილები დაუწერეთ ერთმანეთსო და მოიკითხეთო და დალოცეთ ერთმანეთიო გასცეთ ესეთი ლოცვა კურთხევა და ну არ ვიცი ცოტა ხანი მეც შევძელი რომ რამდენჯერმე ესეთი საქმე გამეკეთებინა და იმ ადამიანების სიხარული არ მოვიწყდება ვისაც წერილი მივწერე ან ვინც ესე მოვიკითხე და უთხარი რომ აი ხა მომინდა რომ დამელოცე და ამიტომ გირეკავ და საოცარი იყო მათი რეაქცია და ესევეა ნახეთ ჩვენი ცხოვრების წიგნს ქრისტიანები ვეძახით რას სახარება რა არის ხარება არის რაღაცა გვეხარა რაღაცა სიხარული მოვიდა თუმცა კი ნახეთ სახარება როგორ არის დაწერილი იქ არ წერია მხოლოდ კარგი ამბები იქ ქრისტეს დევნის შესახებაც წერია უკაცრავად თუ როგორ იდევნებოდა ქრისტე და ჯვარზე როგორ გააკრეს და როგორი ტანჯვა ეს ისე დეტალურად არის აღწერილი იმ სახარებაში რომ ისეთი განცდა გეუფლება რომ შენც იქ ახარ და ამ ტკივილს შენ თვითონ განიცდი თუ რა თქმა უნდა მაგრამ არ ვამბობთ რომ რასაჭირო იყო ასე დეტალურად აღწერა ხო არ ვამბობთ ამას მაგრამ ნახეთ უიმედობაში კი არ გტოვებს ეს სახარება ამ ტანჯვაში კი არ გტოვებს იქვე როგორც კი დასრულდება ეს ტანჯვა აღდგომის შესახებ გეხარება შენ და ეს არის ყველაფერი ასე რომ თქვენ ბრძანეთ წეღანო როგორ გავექცეთ სინამდვილეს არ უნდა გავექცეთ სინამდვილეს მაგრამ უიმედობაში არ უნდა მამყოფო რომ არ არის ჯერ ერთი საჭირო მოხდა ესეთი სამწუხარო ამბავი რომ მკვლელობა იყო თბილისში მოკლეს ადამიანი და მედიამ გამოაცხადა ჯერ ოჯახმაც კი არ იცოდა დიახ დედამ შეიტყვა ტელევიზიით დიახ ნამდვილად ვიცი ნახეთ
თელავში გახდით სულ რაღაც 2-3 დღის წინ და იქ ქალბატონი გარდაიცვალა ერთი და რითი გარდაიცვალათ იცით იმიტირებული ქრონიკა რომ გააკეთეს არ ვიცი გახსოვთ თუ არა მოდელირებდი კი როგორ დიახ რაღაცა მოდელირებული ერქვა თუ იმიტირებული აღარ მახსოვს რომ შემოვიდა რომ და რაღაც აჩვენებდნენ დაბომებს და ამ ქალს ინსულტი დაემართა იმიტომ რომ შვილი ყავს სამხედრო და ნერვიულობის დაემართა გაჟონვა კაცო და იმის შემდეგ ლოგინიდან ვეღარ წამოდგა ეს ადამიანი და ეხლა ხან სულ გარდაიცვალა წარმოგიდგენიათ ყველაზე ნათელი მაგალითი აი მაგალითს გიყვებით აი გუშინ წინ ანუ რამხელა გავლენა აქვს პრესას და ტელევიზიას და როგორი სიფრთხილე გმართებს რომ ადამიანი შეიძლება სიტყვით მოკლას კაცმა ფაქტია გააკეთეს ესეთი ქრონიკა მე გეუბნებით ადამიანს გაჟონვა დაემართა იმიტომ რომ შვილი სამხედრო ყავდა და რა თქმა უნდა ის იქ წავიდოდა და იომებდა და ვიფიქრე ეთყობა რომ ვეღარ დაბრუნდება ცოცხალ აი თქვენ წერამ ძანეთ წერილებთან დაკავშირებით ახლა გამახსენდა მე მოვიფიქრე ასეთი რამე არ ვიცი შეიძლება არც ცდება ჩვენი საუბრის თემას მაგრამ ახლა რო ვკითხულობ ხოლმე რაღაც ძალიან სიამოვნებს დავარქვი ასე პირობითად სანაგვეს გადარჩენილი SMS-ები იცით ალბათ როდესაც შლით პერიოდულად ხო შლით SMS-ებს თან ვასუფთავებ ტელეფონს და აი მაგალითად ომის დროს ძალიან საინტერესო მიმოწერა მეგობრებთან როგორ ვამაგრებდით ერთმანეთს ისედაც აი არის წერილები რომელიც გენანება უბრალოდ წასაშლელად და რაღაცა ეს პერიოდულად დავჯდებოდი ხოლმე და ვიწერდი ამ ყველაფერს და დღეს რაღაცა სიამოვნებს ის რომ არ დაიკარგა არ გაქრა და კარგი ფუნქცია აქვს ამ ყველაფერს რაც შეეხება აი ტელევიზორზე ვსაუბრობთ ანუ ოჯახში და მინდა ერთი მაგალითი გავიხსენო რაღაცა ამინდის გაუარესების გამო მადლობა დღეს არ გვაქვს სინათლის არარსებობის პრობლემა და აი წავიდა დენი თქვა ჩემთან მცხეთაში და აი როგორ გავერთიანდით ოჯახის წევრები მინდა ეს გავიხსენო თქვა რაღაცა წიგნი გადმოვიღეს ზღაპარი წაუკითხე ბავშვს მერე დედამ რაღაცა ამბავი გაიხსენა და აი რაღაცა ყველა ოჯახის წევრი გავერთიანდით უცბად ამ დროს ყოველ საღამოს ასე ხდება ხო ყველა სახლში ვიკრიბებით მეტნაკლებად მაგრამ ყველა ვარ თითქოს ცალ-ცალკე ჩართულია ტელევიზორი თქვენ წერავს სწორი ბრძანა ეს მოახერხა ტელევიზორმა ანეკდოტიც არის მაგასთან დაკავშირებით რომ ოჯახის წევრები ერთმანეთთან აღარ კონტაქტებენ გავიცანიო ჩემი ოჯახის წევრები შეგირო წავიდა რატომ ილეწოდი ხალხი აი ზუსტად ესეთი რამე მოხდა ჩემს თავს ესე არის რომ კონტაქტი აღარ არის ოჯახის წევრებს შორისაც კი იმიტომ რომ იქ გადართულია შენი გონება სხვა რომ და კომპიუტერთან ზის შეიძლება არ უყურებს ტელევიზორს მაგრამ ყველა სწორედ ეს არის ნახეთ წეღან რასაც რომ კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო ფასეულობათა გადაფასება ნახეთ რომ თურმე ოჯახში ბევრი წევრი არ უნდა ცხოვრობდეს ის ცოლს რომ ცალკე წავიდეს არ იყო საქართველოში ეს ტრადიცია ბევრნი ცხოვრობდნენ ერთად და გადასარევათად გრძნობდნენ თავს და ძალიან დიდი სიყვარული აკავშირებდათ გაცივდა ეს დამოკიდებულება ერთმანეთში იმიტომ რომ ჩართულია ჩვენ შორის ჩვენს ურთიერთობაში უკვე ეს რაღაცა მანქანა რომელიც დღედაღამ ლაპარაკობს არ ჩუმდება რაღაცა ესე იგი მესამე ხმა არის ოჯახში რომელიც გამუდმებით რაღაცა ინფორმაციას გაწვდის და ხო გეუბნებით ეს რომ იყოს ჭკვიანური ინფორმაცია აი დააკვირდით ერთ რამეს აბა აიღეთ ისეთი ტელევიზია რომ გავაკეთოთ ახლა ჩვენ სადაც იქნება სამეცნიერო თემები სადაც იქნება ამ ლაპარაკი მომავალზე სტრატეგიაზე რა უნდა აღმოჩენებზე თუ ჩართავდა თუ კულტურულ თემებზე ზოგადად რაღაცა ფასეულობაზე თუ უყურებს ესე თუ იქნება აი როგორ ეძახიან არ ვიცი ყურებადი სწორია ესეთი გამოდგა თუ იქნება ესეთი აი უცხოური არხები მამაო ასეთი რასაც უყურებთ ხოლმე არა არის სამწუხაროდ არ არის ქართული მსგავსი არის უცხოური არსები რომლებიც რაღაცა აღმოჩენების შესახებ ლაპარაკობენ და რამდენიმე საინტერესო მაგრამ რამდენი ხნის განმავლობაში შეგიძლია უყურო მას ესე როგორც თქვა რომ თელი დღე ჩართულია ტელევიზორი ვერ ის იმას ვერ უყურებ შეიძლება დაждდე და 1 საათით რაღაცა საინტერესო გადაცემას უყურო მაგრამ როგორც მე ვთქვი რომ აი ჩვენში რაც დამკვიდრდა გამუდმებით ჩართულია ტელევიზორი და მნიშვნელობა არ აქვს რა გადის შენი ცალი ყურით ისმენ იქ სერიალი გავიდა თუ რაღაცა ჭხუბია თუ პოლიტიკური დაპირისპირება თუ იქ რაღაცა სექსუალური ორიენტაციის განხილვა ამას ყველაფერს თვალყურს ადევნებ ისე რომ პრეტენზია არ გიჩნდება მაგრამ როგორც კი ჩართავ ისეთ გადაცემას რომელიც შენს ყურადღების მაქსიმალურ დაძაბვას საჭიროებს მასთან შენ 9 საათი მაქსიმუმ თუ დაჯდები 1 საათი ყველაზე ბევრი ისეთ შესვენებებით შეგიძლია დაჯდე და მიიღო რაღაცა ინფორმაცია და ადგე და თქვა რომ აი ეს ღირებული ჭკვიანური გადაცემა იყო მეტი ვერ გაატარებ შენ ტელევიზორთან
მაგრამ სამაგერო თელი დღე გაატარებ ტელევიზორთან, რომელიც აი ესე სუბუქად ცდილობს რომ გაცხოვროს. დაღეჭილ ლუკმას გაწვდის, არა? სუბუქად ცდილობს რომ გაცხოვროს, რომ აი არ გაფიქროს ახლა ზედმეტად და იქი შეიძლება გაბრაზდე ვიღაცაზე აგრესია გამოხატოს, ჩართული ხარ, აი ცხოვრობ ტელევიზორში. სხვადასხვა ფსიქოლოგს უსმენდი ამას წინათ, მამა, ხო გონია თითქოს რომ რაღაც გარკვეული ინფორმაციული ფილტრი გაგვაჩნია ყველა ადამიანს და ეს ნეგატიური ინფორმაცია თითქოს არ მოქმედებს შენზე, მაგრამ თურმე ქვეცნობიერში ეს ილექება ეს ინფორმაცია და სიტყვაზე შეიძლება ვერ გაიგო, დილას მოისმინო რაღაცა ინფორმაცია და მთელი დღე ხარ რაღაცა შეშფოთებული, რაღაცა დაძაბული და თურმე ეს არის სწორედ ამ ქვეცნობიერის ძილის წინანახ კადრებს თურმე, აი რას ნახავ სანამ დაიძინებ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ აი ამიტომ ხო არსებობს დილის და საღამოს ლოცვები ხა, მაგრამ თავი რა დავანებოთ ყველაფერს. ეს განწყობა ხო დადებითად მოქმედებს ადამიანს. რა თქმა უნდა, წმინდა მამებს ეს შემთხვევით არ დაუდგენიათ. ის მარხვებიც კი ისეთ პერიოდებშია დადგენილი, რომ აი თვითონ ექიმებმა დაასკვნეს, რომ ეს არის ყველაზე საუკეთესო დრო ორგანიზმისთვის, ანუ არა მარტო სულიერი, ესე იგი, სარგებლობაა მარხვა, არამედ ორგანიზმისთვის საუკეთესო დროა, რომ განიწმინდოს რაღაცა, ესე იგი, ორგანიზმი ჯანმრთელად კონდეს ადამიანს. აი ამისთვისაც კი საუკეთესო, ასე რომ შემთხვევითი არაფერი არ არის ეკლესია, შემთხვევით არაფერს არ ადგენს, არც მარხვას, არც ლოცვას, რატომ არის ის დილის და საღამოს ლოცვა, რომ შენ გამოფხიზლდები, შენი გონება გამოფხიზლდება თუ არა, მაშინ ეს საშუალება გქონდეს, რომ ღმერთთან იკონტაქტო, რომ აი ამ განწყობით მე, აი ამ რაღაცა პოზიტივით, რომ შენ უფალთან რაღაცა გამოითხოვე ლოცვა კურთხევა და დარწმუნდი, რომ მოგეცა ეს ლოცვა კურთხევა, იმიტომ რომ პირველი კონტაქტი ღმერთთან დააყარე. თელ დღეს რაღაცა ბედნიერად გაატარებ და საღამოთი ძილის წინაც. და აუცილებლად ერთი რამე თქვა თელი დღისათვისია. აი აუცილებლად ეხა უცებ რომ გისმენდით გამახსენდა ეს რამდენიმე გადაცემა ამოტივტივდა ჩემ თავში და იგივე თქვა რაღაცა სექსუალურ თემებზეა საუბარი თუ ნებისმიერი თემა ავიღოთ, აი დააკვირდით თუ ხდება სასულიერო პირის მიწვევა ამა თუ იმ გადაცემა. შეიძლება ყავდეთ ფსიქოლოგი, ექსპერტი ეგრეთ წოდებული და არ ჩანს არსად სასულიერო პირი, ესეც ხო არის ერთგვარი განწყობა. ამბობენ ხოლმე, წამყვანი ამბობს რომ არ მოვიდა სასულიერო პირი, არის ხოლმე ასეთი შემთხვევა. მესმის ხშირად სასულიერო აზრი არ აქვს გადაცემაში. მე ასე ვფიქრობ. ან თუ კი მივა მე არავის არ მაქვს უფლება ვინმე გავაკრიტიკო რა სისულელია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიფიქრია რომ გაცილებით კომპეტენტური ადამიანები არსებობენ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრონ, ვიდრე თქვათ ის ადამიანები, ვისაც იწვევენ. სასულიერო პირმა იქ უნდა დააფიქსიროს ეკლესიის პოზიცია. და ეკლესიის პოზიცია ამ გადაცემას არ აწყობს. თან ისედაც იმიტომ რომ ადამიანი ამის თქმა მინდოდა ზუსტად სექსუალურ ორიენტაციაზე რომ ლაპარაკობს და ნუ რაღაცა დამახინჯებას აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ეხა მე ეს რომ მიმიწვია მსგავს გადაცემაში ან თხოვ სიტყვა რომ ვერ რას ფიქრობთ? უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი, კი არა, ეკლესიის პოზიცია. რას ამბობს ამაზე ეკლესია? რა გვითხრა ქრისტემ, რა წერია სახარებაში? რას ამბობენ მოციქულები? აი ეს ამის დაფიქსირება არ უნდა იმიტომ რომ ქრისტე და არ უნდათ ეს არ აწყობთ ეს ამას ვამბობ. იმიტომ რომ ამ პოზიციას თუ დააფიქსირებ, ყველას კარგად ეცოდინება მოკლედ რომ სიმართლე ეს არის და სიმართლის გაგება არ სურთ. სიმართლის გამო ადამიანებს თავს კვეთთ. რეიტინგი დაეცემა გადაცემის, იმიტომ რომ იქ ვეღარ აქტიურებენ ბევრნი. მამო და ბოლოს კი გადავაცილეთ დროს გადავაჭარბეთ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ ჩვენი ტელევიზიის შესახებაც, რომელიც განყენებულია თითქოს ქართული ტელესივრცისგან, არის გამონაკლისი და გარდა იმისა, რომ ჩვენი უპირველესი მისია არის მისიონერობა და ღვთისმსიტყვის მიწოდება მაყურებლისთვის, ამავდროულად კონცეფცია არის აგებული იმაზე, რომ მუდმივად კეთდებოდეს აქცენტი დადებითზე და მაქსიმალურად ვიზუალურად ჩვენი მაყურებლის სიმშვიდეზე და ამას აღნიშნავს ყოველთვის მაყურებელი, რომ ჩვენი ტელევიზიიდან მოდის სიმშვიდე. თუმცა ამის გამო არადროს არ ვაღვივებთ აგრესიას. მაგრამ ამის გამო შეცდომა მოგისმენია ელისაბედ. მაგრამ კრიტიკული განწყობები და კრიტიკაც მოგისმენია, რომ თითქოს თქვათ რეალობისგან ვართ გაქცეული. აი ამაზე რას გვეტყვით, მამო? თქვენ როგორც მაყურებელი და არა როგორც თქვათ ჩვენი მეგობარი და ხშირი სტუმარი. ის სხვა თემაა, ბოდიში დავამატებ აქ ელისაბედისას, ეს ამას ჩვენ თვითონაც გძნობთ, ის სხვა თემაა, თქვათ, რამდენად დასახვეწი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. ამის მცდელობა ნამდვილად არის ჩვენს ტელევიზიაში, თუმცა ამას თქვენ იცით, რაც ჭირდება, ის რაც ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს. მართალი ბრძანდებით, დიახ, იმიტომ რომ რაღაცა ეს სატელევიზიო სივრცე დიდ ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს და ეს ფინანსური მხარდაჭერა ძნელი მოსაპოვებელია, თუ არა გაქვს ესეთი რეიტინგული გადაცემები და ესეთი რეიტინგული გადაცემები, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ტელევიზიით არ გაიმართება. გულისხმობ რეიტინგულს იმაში, რომ
რისი ნახვაც ადამიანებს მოსწონთ რომ რაღაც ჩაერთვებიან იქ და და თქვენ რომ ვიკამათოთ რაღაც თემას. აი დებატები. რატომ მოსწონთ ეს ამბავი, იცით, თუნდაც იქ ვიღაცა აგრესიულად განეწყობა თუ იგინება თუ ვიღაცა პირიქით იმით რა ქვია შეიცოდებს და იტყვის მთავარია რომ უყურებენ ესეთ გადაცემებს და ჩვენთან ესეთი გადაცემები არასდროს არ იქნება, ანუ თქვენს ტელევიზიაში ჩვენთან ეს ახლა ვიგულისხმე მეც უკვე შინაურულად გრძნობ თავს თქვენს ტელევიზიის საშუალებით ადრეულად მიწევს გამოსვლა და არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მახარებლები ვართ. აი პირდაპირ შეგვიძლია აი სახარებას ვახარებთ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩვენი ყველა გადაცემა მე პირველად ვარ, იმიტომ რომ ცოტა მეუხერხულება კიდეც მეთქი რომ ისე ვისაუბრეთ რომ რაღაცა სახარების სიუჟეტი არ გაგვიხილავს და ჩემი პირველი სტუმრობა მე მგონი თქვენთან ამდენი წლების განმავლობაში რომ ვილაპარაკეთ რაღაც ისეთ თემას. ხო, თუმცა კი ესეც საჭირო და აუცილებელია რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ მახარებლები ვართ. ვახარებთ, მაგრამ რეალობას ვამბობთ როგორც სახარებაშია. ჯვარცმაც იყო, ტანჯვაც იყო, ტკივილიც იყო, მაგრამ ამაში არ ვრჩებით. აუცილებლად გვექნება აღდგომა და აღდგომას მოყვება ამაღლება. და როგორც მაცხოვარი ბრძანებს, ყველა ეპოქაში საოცრად ჟღერს ეს სიტყვები, რა, ვისაც ყური აქვს ისმენს და ვისაც თვალი აქვს დაინახავს. ასე უცხოვრიათ ადამიანებს და ალბათ ჩვენ შემდეგაც ასე იცხოვრებენ იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი არის უკუნისამდე, ასე რომ ვინც ეძებს ის აუცილებლად იპოვის. ნამდვილად ვიფილოსოფოსე ახლა, მაგრამ დავასრულოთ ჩვენი საუბარი. შევახსენოთ მაყურებელს, მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი საუბრობდა სტუდიაში. მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და